გორის ქარელის საგარეჯოს მუნიციპალიტეტების შემავალ ყველა სოფელსა და კაჭრეთში ირიგაციით უზრუნველყოფილ მიწის ნაკვეთებზე სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა განხორციელდება. ფინანსდება ერთწლოვანი კულტურებისთვის, ასევე მარწყვისა და იონჯის მრავალწლოვანი კულტურებისთვის, თანამედროვე სარწყავი სისტემების, აგრომეტეროლოგიური სადგურების, მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგურებისა და სასათბურე მეურნეობების მოწყობა. ერთ ბენეფიციარზე გასაცემით ან დაფინანსების ჯამური ოდენობა 30,000 ლარია. რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს მიწის ფლობელი პროგრამაში მონაწილეობისთვის და რა გამოწვევებზე საუბრობენ ფერმერები. ნინო ფისაძისა და მიხეილ ჯანეზაშვილის რეპორტაჟიდან შეიტყობთ. 2 ჰექტარ მიწის ფართობზე ვაშლის ბაღი ლერის სანებლიძემ 5 წლის წინ სახელმწიფო პროგრამით გააშენა. წყლის მიწოდება ჭაბურღილით უზრუნველყო და სამაცივრე მეურნეობაც მოაწყო. წელს 120 ტონამდე მოსავალს ელოდება. ფერმერს ამ ფართობზე მოსავლის მოყვანა 50,000 ლარზე მეტი უჯდება. ამბობს, რომ დახმარების გარეშე ბაღის გაშენებას საკუთარი სახსრებით ვერ შეძლებდა. წელს სოფლის განვითარების სააგენტოს კიდევ ერთი პროგრამით ისარგებლებს. პროექტი უკვე გააგზავნა და თანადაფინანსებით მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგურის მოწყობას გეგმავს. ეს ბაღის მორწყვისათვის ელექტროენერგიის ხარჯს მკვეთრად შეუმცირებს. ირიგაციის გაკეთება მინდა, პამიდორზე მინდა გაკეთება. პამიდორის ეხლა ახალი ბაღი მაქვს და კიდე მაგისთვის წვეთოვნის სისტემა არა მაქვს. აქ წვეთოვანი გაქვთ ხო? აქ წვეთოვანი მაქვს. იმ ბაღში მინდა გაკეთება წვეთოვნისა. რა თქმა უნდა, ეხლა მაქვს სამაცივრე მეურნეობა მაქვს, მაღაზია მაქვს. აქ რა თქმა უნდა ჭაბურღილი მაქვს. ანუ საკუთარი წყალი გაქვთ? კი, საკუთარი წყალი გვაქვს. გლეხი მარტო თვითონ ვერ შეძლებს ვერაფერს, ეგ გამორიცხული ყველაფერნაირად, იმიტომ ეხლა ვიღაც ბიზნესმენისთვის არაფერი არ არის ეხლა ამების გაკეთება ზღვაში წვეთია, მაგრამ როგორც ისეთი გლეხი ვერ გააკეთებს, ეს სახელმწიფო პროგრამები რო არ იყოს, გლეხს ძალიან გაუჭირდება. ერთსა და ორს რო აქვს, ეგ არანაირი არც ქონა, არც არაფერი არ არის, არც დოვლად შეიქმნება და არაფერი არ გაკეთდება. მასიურად უნდა იყოს ხალხში ყველაფერი. ვერ ვიგებ და სულ ყველა მაგას იძახს. ვერ იგებ, მიდი და გაგაგებინებენ. იქ სახელმწიფო პროგრამები სადაც არის, იქ რომ ნებისმიერი მივიდეს, ყველას უხსნიან, რაც უნდა გაკეთდეს. სოფელში ნიში კურკოვანი ხეხილი ყინვა მთლიანად გაუფუჭა ზაქრო მაზმიშვილს. ამ მიზეზით ფერმერი ახლა 20 ჰექტარზე სიმინდის დათესვას აპირებს. მიწა უკვე მოხნული და გამზადებული აქვს ნაკვეთში წყლის მიწოდება ჭაბურღილით უზრუნველყო. ამბობს, რომ საკუთარი ძალებით წვეთოვანი სისტემის დაყენება ამ ფართობზე ვერ შეძლო. ახლა გაიგო, რომ თანადაფინანსებით სისტემის დაყენება სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის პროგრამით შეუძლია. 20 ჰექტარ სიმინდის დათესვა. და რა თქმა უნდა, რომ დახმარება კარგი იქნება. თუნდაც საგექტარო მოსავლელობა რო გავზარდოთ, წვეთოვანს გავაკეთებ. ეხლა ძირითადად აი შემოსულია სოფელში ბაღებში უკვე დენი. იქ მატორის ყიდვა საჭირო დენის მიყვანაც და ჩართვაც ფულთან არის დაკავშირებული. ეს წვეთოვანი შლანგები, აგრეგატები და სულ ყველაფერი ეს ხო ფაქტიურად ნაჩუქარი გამოდის და ის გაზის მოსავლიანობას ბევრად აი ჰექტარზე დაახლოებით 10-12 ჰექტარი ისა ტონა მოდის სიმინდი მარცვალი მაგრამ ამ შემთხვევაში თუ წვეთონით გავასარწე 17-18 ტონაზე შეიძლება უკვე ავიდეს. სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის პროგრამით შიდა ქართლში გორსა და ქარელის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა ისარგებლებს. პოტენციური ბენეფიციარი უნდა ფლობდეს მიწის ნაკვეთს სწორედ იმ მუნიციპალიტეტებში, რომელიც ჩამოთვალე, გორი, ქარელი და საგარეჯო და გურჯაანის რაიონის სოფელი კაჭრეთი. მინიმუმ 2000 კვადრატი მაინც უნდა კონდეს მიწის ნაკვეთი, ეს არის მთავარი კრიტერიუმი. მონაწილეობა შეუძლიათ რომ მიიღონ როგორც ფიზიკურმა პირებმა, ასევე იურიდიულმა პირებმა და ინდივიდუალურმა მეწარმეებმა. ორშაბათს დავიწყეთ უკვე განაცხადების მიღება განახლებული პირობებით. ეს პროგრამა ზოგადად 2024 წელს შეიქმნა და განვაახლეთ პირობები 25-ში. უფრო მეტად ხელმისაწვდომი გავხადეთ ბენეფიციარებისათვის, გავზარდეთ როგორც თანადაფინანსების ოდენობა, დავამატეთ მიზნობრიობები. ახლა უკვე შემოსულია 30-ზე მეტი განაცხადი, რაც ვფიქრობ, რომ ამ ერთი კვირის ფარგლებში, ანუ ერთი კვირაც არ არის გასული, საკმაოდ აქტივობაზე მიუთითებ. ჯამში ამ პროგრამის ბიუჯეტი არის 13 მილიონი დოლარი. ახლა გვაქვს ამ კოლისთვის გამოყოფილი 1,5 მილიონი დოლარი და სწორედ ამ 1,5 მილიონი დოლარის ამოწურვის შემდეგ შეწყდება განაცხადების მიღება.
სარწყავი წყლის პრობლემა გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილში ისევ მწვავედ დგას. საირიგაციო სისტემა მაღალმთიანი სოფლების უმეტესობას საერთოდ არ აქვს. ამ მხრივ სირთულეებია საოკუპაციო ხაზის მოსაზღვრე სოფლების ნაწილშიც, რადგან ეს სოფლები სარწყავი წყლით ოკუპირებული ტერიტორიიდან მარაგდებოდა. ალტერნატიული სისტემის გაკეთების შემდეგაც ზაფხულში, როდესაც ყველაზე მეტად ჭირდებათ სასოფლო სავარგულებს წყალი, მარაგი არასაკმარისია. ადგილობრივები საუბრობენ იმ საჭიროებებზე, რაც სოფლის განვითარებისათვის სახელმწიფოს მხრიდან უნდა იყოს გათვალისწინებული. ბევრი სოფელი მინახია, დიდი გაზრდილი ხეები, ომის შემდეგ ცხინვალიდან მარაგდებოდა ჩვენი მხარე ძირითადად წყლით. ომის შემდეგ შეუწყდათ წყალი და დიდი ხნის ხეები გახმა და ვეღარ მორწყეს. ის სოფლები ფაქტიურად დაცლილია, მოხუცებია იმ სოფელში და რავი, კარგი იქნება თუ ეს სარწყავი სისტემა მოწესრიგდება, არის ამის საშუალება, გვაქვს მდინარეც ლიახვი, აქედან წყლის დაკაჩავება და მორწყვა. აი მაგალითად ნიქოში ნახევარი სოფელი ირწვის. და ის ნახევარი ფაქტიურად უკვე სოფელში სხვას ვერაფერს ვერ გააკეთებ, თუ მიწას არ მიხედე და მიწას კიდე წყალი თუ არ მოხვდა, ძირითადად გამოუყენებელია ის მიწა. ლობიო, siminди და ეგრეთი რა. მეტი რა მოვიყვანო, სხვა რამდენიც ფართობი მაქვს, იმდენ რაღაცას ვაკეთებ რა. თუ დაეხმარებიან ადამიანს ან შხამ მასალებით, ან სასუქებით, ეგრეთ რაღაცას, იმიტომ რომ ყველაფერია ძვირია და უჭირს გლეხს რა, რომ დაამუშავოს ნაკვეთები და მოიყვანოს. მცირე თუ ფერმერული მეურნეობის განვითარება ზრდის ადამიანთა დაბრუნებას სოფლად. ამ გზაზე კი მნიშვნელოვანია სახელმწიფოს თანადგომა. როგორც ფერმერები ამბობენ, საკუთარი ძალებით გამოწვევებთან გამკლავება და ხარისხიანი მოსავლის მოყვანა გაუჭირდებათ.